ცხელი დღეების ფონზე ტყეში ხანძრების საშიშროება იზრდება. მაღალმა ტემპერატურამ და მოქალაქეთა დაუდევრობამ შესაძლოა ტყეში ცეცხლის გავრცელება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ რისკ ზონებში ეროვნული სატყეო სააგენტოს რეინჯერები აქტიურად პატრულირებენ. პარალელურად კი ვიზიტორებს ტყეში ქცევის წესებს ასწავლიან. მაღალი ტემპერატურების ფონზე, უნალექო დღეების ფონზე იზრდება რისკი ტყეში ხანძრების გაჩენის, შესაბამისად ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ პატრულირებას და ვიზიტორებს ტყეში სტუმრებს უზიარებენ ინფორმაციას ქცევის წესების შესახებ, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ხანძრის გაჩენის რისკები. კლიმატის ცვლილების ფონზე ტყის ხანძრები როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. თუ გავაანალიზებთ გასული 10 წლის მონაცემებს, საქართველოში ტყის მასივის დაახლოებით 6500 ჰექტარამდე ფართობი დაიწვა, რაც უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ საგანგაშო ციფრია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით, რათა მოსახლეობას მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია თუ რამდენად დიდ ზიანთან არის დაკავშირებული ტყის ხანძრები და მისი პრევენციისთვის სისტემატურად უზიარებს ხალხს ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოახდინოს ტყეში ცეცხლის დანთება, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ხანძრის გაჩენის რისკი.